ადგომის ტაძართან დაკავშირებული საგანი ნებისმიერი საინტერესო არის კვლევარისთვის და არის ერთ-ერთი ასეთი ვთქვათ საგანი კიბე, 8საფეხურიანი ხის კიბე, რომელიც მონაწილეობს აღდგომის წმინდა კარის გაღება დახურვის რიტუალში. ასე იგი, მას ინახავენ ღამით თვითონ შიგნით ტაძარში, შემდეგ კარებში დატანებული ღიობით დილით გადააწვდიან გარეთ ყოფებს, მოდის ასე ვთქვათ მეგლიტური კლიტეთი, მით გადაეცემა ნუსეების გვარის წარმომადგენლებს, რომლებიც ადიან ამ კიბეზე და აღებენ ამ კარებს და შემდეგ ასევე კეტავენ და ეს რიტუალად არის ასე ვთქვათ გადაქცეული. კიბეს 8 საფეხურია და გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს შეიძლება 8 კონფესიის ასე ვთქვათ ნიშანი იყოს, მაგრამ ეს 8 კონფესია ამჟამად არ არსებობს ტაძარში, არის 6 კონფესია და ამიტომ ამ მოსაზრებას საფუძველი არ გააჩნია. ვინ არ დგარა ამ კიბეზე? ესე იგი თელი თაობები ნუსეებისა და ჯუდეს საგვარეულოებისა. ეს კიბე ადგილზე უეჭველად დახვდებოდა ჩვენს გრიგოლ ფერაძესაც 1926 წელს. სურათებზე ჩასული ეს იგივე კიბეა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი ტაძარში. მიჭირს იმის თქმა, თუ რა მასალით არის დამზადებული. ეს დაახლოებით 3.5-4 მეტრის სიმაღლის სიგრძის კიბე, მაგრამ როგორც საკმაოდ გამძლეა, რახან ჩვენ დრომდე მოაღწია და დღესაც ასე ვთქვათ წარმოადგენს ატრიბუტს წმინდა აღდგომის ტაძრის კარისას.